Marcos, el rey ya llegó. Es Argentina, es Argentina, სოფლიოს დღიურები ეპიზოდი მეორე სოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა და ჩვენ უკვე დავიწყებთ თანდათანობით ყველაზე შთამბეჭდავი თამაშების მიმოხილვას, ისევე როგორც მთლიანი შთაბეჭდილების გადმოცემას. ცხადია იმ ფონზე, როდესაც სოფლიო პოლიტიკაც ძალიან დრამატულად ვითარდება და ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან ქმნის ერთგვარ კონტრასტს. ასევე ცხადია ვილაპარაკებთ ხელოვნურ ინტელექტზეც, რომელსაც ამ დღეებში სერიოზული გამოწვევა დაუდგა. პირველ რიგში დავიწყოთ მატჩებით. ყველაზე შთამბეჭდავი რა იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ როგორც თანაბარი ძალების გუნდების შეადგინება ერთმანეთთან, ასევე სრულიად ასიმეტრიული გუნდების ძალიან საინტერესო შედეგით, ხო? ერთი იყო გერმანია და კურასაო, მეორე ეს იყო ესპანეთი და კაბო-ვერდე. საბოლოო ჯამში თქვენი აზრით რომელი ჯობია? კურასაოს შედეგი, რომელიც მართალია როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი გოლი გაუშვა, მაგრამ მიიღო გოლის გატანის სიხარული. თუ კაბო-ვერდეს შედეგი, რომელმაც ნულოვანი ფრე ითამაშა და გოლი არ გაუშვა. კაბო-ვერდე გავა ალბათ მე. აი რატომ ირჩევ კაბო-ვერდეს? იმიტომ რომ მე მგონი გავა ჯგუფიდან. იმიტომ რომ ანუ მიგაჩნია რომ ეგეთი რაციონალური ფეხბურთი უფრო არის რაღაც შედეგზე ორიენტირებული. ხო, ნუ გაიტანა 1-7 გაუშვი. სამაგერად გოლი გატანილი. ადამიანი გმირი. მე მახსოვს ესე ჩვენ რომ ბრაზილიას ჩრდილო კორეამ გაუტანა. გასვლაზე გერმანიას გაუტანეთ გოლი, მე 4 გაგვიტანეს და ყველაფერი ამით დასრულდა საბოლოო ჯამში მაშინ ჩვენთვის. ფეხბურთი ხო, თუ ეს სოფლიო ჩემპიონატი ხო მარათონია. მარათონში ერთი გოლის გატანა არაფერს ათხოვს საბოლოო ჯამში. თავარი არის შენ გახვიდე ჯგუფიდან და მე კიდე მარათონი გრძელდება. და საბოლოო ჯამში მითუმ ეს ჩემპიონატი კიდე უფრო გრძელი მარათონია ვიდრე აქამდე არსებული ჩემპიონატები. ასე რომ კაბო-ვერდე რა თქმა უნდა. და მოსაწყენი გუნდები, როგორც წესი, უფრო შორს მიდიან ხოლმე ცხადია. ვიდრე ეს გუნდები ხო, რაციონალური ფეხბურთი ხო, თუმცა აი ახლა რაც თორნიკე მიკითხა მოსახლეობისთვის ორი მომენტია რა და ეგ ზოგადად ბედნიერების რითი ხარ ბედნიერი შედეგით თუ მომენტარული ბედნიერებით. აი ეს მომენტარული ბედნიერება ანუ აღმაფრენა არის მაშინ როცა გოლი გაქვს და არა ის რომ თუნდაც ნულოვან ფრეს ითამაშებ ეს განსხვავდება, მაგრამ ის დიდხანს მიყვება მერე ბედნიერება შედეგის და ეს მომენტარულია და ძალიან თქვათ წარმოუდგენლად არა ორივე ხო გასაგებია ამპლიტუდის ხო ჩვენ ხო გვესმის რომ ეხა არც ერთი ისეთი გუნდი არ მიიჩნევა ისეთ ფავორიტად რომ აი მაქსიმუმ ჯგუფიდან გასვლა ხო რაც შეიძლება იყოს მათი შედეგი. ამიტომაც დავსვი ეგეთი კითხვა რომ რაზე არის ორიენტირებული ადამიანი, ანუ როგორი მენტალობა გააჩნია ქვეყანას, როგორი დამოკიდებულება ქვეყანას გააჩნია ალბათ როგორი მენტალობა გააჩნია. ხო ან ჩვენ რას ვირჩევთ, ჩვენ მეგონი კურასაო ვიყავით, მაგრამ ნელ და მიდივართ კაბო-ვერდესკენ მაინც საბოლოო ჯამში გეშტაბშილო ვრჩება. რამდენად გვესმის რომ ნებისმიერი შედეგი უდრის რას, ანუ რამდენად გვესმის ანატომია. ანუ როცა ჩვენ უყურებთ ეხა მსოფლიო ჩემპიონატს, რას ვხედავთ მის მიღმა, რომ თითოეული ეს შედეგი, რასაც გუნდი აჩვენებს, ის უხილავი ძალისხმევა, რაც მის უკან დგას. ვარჯიში, ფეხბურთელების რაღაც კლასი, მწვრთნელი, როგორ შეკრიბა და გარემო რა განწყობაში, გარემო კი, გუნდის შინი გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. აი ტუნისის მწვრთნელი რატომ მოხსნეს? ხო, ანუ რეალურად ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ვიცით ერთი რომ წაგების შემდეგ გასახდელში დიდი ამბები გაიმართა. ანუ შიგნით მოხდა, ასე ვთქვათ, გუნდში ეს იმ წუთში ვერ მოხდებოდა, ხო? ანუ წინასწარ იყო რაღაცა პრობლემები, რომელმაც უკვე ეს გუნდი გახეთქა და მწვრთნელი გაუშვეს. აი ჩემი აზრით ახლა საფრანგეთს ჩემი საყვარელი გუნდს ხო ბავშვობიდან თავარი პრობლემა ექნება მბაპე. ეს ზეამბიციური სუპერეგო, რომელიც თუ დეშამმა ვერ გააკონტროლა, ვერ ჩასვა რაღაცა ფარგლებში, სიტუაცია შეიძლება ძალიან გააფუჭოს გუნდის შიგნით, სხვა შორის გავრცელდა კადრები, რომ მბაპე ხელს არ ართმევს კანტეს და ეს უკვე რაღაც პრობლემაზე მიუთითებს. ესე აშკარად კამერების წინ რომ ხელს არ ჩამოვართვებ, კამერების მიღმა რა ხდება, ხო? ეს ამნიშნულოვანია. ანუ ჩემი აზრით, ეს არის საფრანგეთის პრობლემა, ესპანეთის პრობლემა გამოიკვეთა, რომ მას არ ყავს ძლიერი ცენტრფორვარდი და ეს ბავშვები იამალი და ეს ნიკო ვილიამსი არ არიან მაინდა-მაინც ფორმაში. კაბო-ვერდე სტილის გუნდებთან და ნუ ძალიან უჭირს ფიზიკურად ძლიერ გუნდებთან, რომელიც დაცვაზე და ორგანიზებულია. ჰოლანდია დაასახელა ფავორიტად იმ ვითომ შეუცდომელმა გერმანულმა მათემატიკოსმა თუ ეკონომისტმა იოახიმ კლემენტმა, რომელიც სამტკიცებს, რომ აი ბოლოს 3 ჩემპიონი გაარტყა, მაგრამ მამკამ ნახა აგერდა მარტო ერთის ხო 22 წლის ანუ არგენტინა გაარტყა, არგენტინა ინგლისის ფინალი იგწინა. მე მგონი ეგ დაწყებულზე გაარტყა.
არა, მანამდე დაიწერა, მე მგონი სტატია. მანამდე დაიწერა სტატია. ხო, იმიტომ ინგლისური ხარ დაწერა დაწყებულზე. ფაქტია რომ ინგლისი ვერ გაარტყა, ანგლისური და მანამდე გაარტყა თუ არა არ ჩანს. მეორე უხილავი განზომილება არის ის ფსონები, ის ბეტინგი, რაც ყველაფრის გარშემო იმართება და ახალი მდგენელი რაც შემოდის თელ პროცესში, ეს არის ხელოვნური ინტელექტი. ანუ შეუძლებელია რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები დღეს არ გამოიყენონ ბეტინგებიც იყენებენ. წინასწარმეტყველებისთვის, ხო? იმიტომ რომ თამაშების ანალიზი, რასაც ჩვენ უყურებთ, შესაძლებლობები ამ ყველაფრის დათვლა უკვე უფრო მეტად ხელმისაწვდომი იქნება. და შემდეგ მიმდინარეობს უკვე საინფორმაციო დაწოლა. ჩნდებიან ეგეთი წინასწარმეტყველები, ვიღაცები რაღაც პროგნოზებს აკეთებენ და ჩვენ მოგვიხსენებია რომ ბურთი მრგვალია და მე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ ამავე დროს ხელოვნური ინტელექტსაც შეექმნა ერთგვარი პრობლემა, იმიტომ რომ ზუსტად ამ დღეებში გავრცელდა რომ უკვე მიდის ლაპარაკი რომ მოდი შევზღუდოთ, მოდი დავხუროთ, მაგრამ კონკრეტულად რაზეა ამ ეტაპზე ლაპარაკი, რის შეზღუდვაზე? ნუ კონკრეტულად რაც იყო, ეს იყო კლოდის ანთროპიკის პრობლემები, რომელსაც თავისი მოდელი, უახლესი მოდელი Fable 5 აუკრძალეს არამოქალაქეებს ეკნებათ შეზღუდვა კლოდთან წდომაზე. თუმცა ეს ლოგიკურად ძალიან რთულია, რადგანაც თვითონ კლოდ ანთროპიკში მუშაობენ ადამიანები კონტრაქტით დაქირავებულები, რომლებიც არ არიან მოქალაქეები, რომლებმაც შექმნეს Fable 5. მეორე მხრივ არის ერთი მომენტი, რომ ეს მარტო კლოდ შეეხოდა სხვა კომპანიების მოდელებსაც აქვს, ხელოვნური ინტელექტის მოდელებსაც აქვს გარკვეული სისუსტეები და მათ არ შეეხო. შესაბამისად არის ერთი ვარიანტიც, რომ კლოდთან თებერვალში დაწყებული უთანხმოება გრძელდება და ეს ზეწოლის ან შურისძიების მომენტი შეიძლება იყოს. 32 წელია გასული 94 წლის ჩემპიონი, რომელიც ამერიკაში ჩატარდა ასევე. ერთი თაობა 12 წელი, ხო, ერთი თაობა გაიზარდა. ამასობაში რამხელა ნახტომი მოხდა, იმიტომ რომ მაშინ იტალიის თველი იყო არიგო საკი, და საკის თანაშემწე იყო ჩვენთვის ცნობილი პაპა კარლო ანჩიოტი, იყო ბრაზილიის თვლელია და მისი ფუნქცია რა იყო, იცი? თამაში დაიწყებოდა, დაიჭირე შურო ხელში როლი და კალამი და ჩაიწერა ვინ რამდენი პასი გააკეთა, სტატისტიკა და ეს უბედური თამაში. აი ეს ვერ უყურებოდი ეს თამაში ვერ უყურებდა რა. და ანუ ეხლა ვინ მოაცნეს მაგაზე? ანჩიოტის კი არა საერთოდ არავის არ მოაცნეს მაგაზე. ხო, ფეხბურთელებს ხო ესენი აქვს GPS-ები უკეთიათ, ანუ ხო, მონიტორები უკეთიათ, შესაბამისად ცალკე პროგრამები არსებობს, ამ პროგრამები ავტომატურად ამუშავებს. ნუ თავის დროზე ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, დინამოში რო ვიყავი 10 წლის წინ, 12 წლის წინ, ჯერ კიდევ ადამიანები ჭირდებოდა ამის დამუშავებას, ასე ვთქვათ, დღეს უკვე ამას ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს. ხო, ეს ერთის მხრივ რა შევა, სრულ ინფორმაციას გაძლევს, მაგრამ ამავე დროს ზრდის წნეხს ფეხბურთელზე, იმიტომ რომ შენ აღარ აგაკ, შენ უნდა იყოს სულ ფორმაში, შენ უკვე ზუსტად უნდა დაწერო ის რაღაც რეიტინგი, იმიტომ რომ პატარა ჩავარდნაც და ეს იმ წუთშივე ციფრებში აისახება, ვერაფრით ვეღარ შენიღბავ, ხო? ჩვენ ვიცით რომ ამერიკაში დაიწყო ჩემპიონატი, მაგრამ ორი დიდი მოვლენა მოხდა. ერთი რომ დონალდ ტრამპმა თეთრი სახლით საბოლოოდ დაამსგავსა გვიანდელი ხანის რომის იმპერიის კოლიზეუმს და რაღაც თავისი სხლიანი თამაშებით, რომელსაც ქართველი მამლუქი უკვე შეეწირა იმპერიის 250 წლის თავზე გამართული ეს კოლიზეუმი და მეორეს მხრივ რეალური სამყარო. ირანთან ომი, ის 14 პუნქტი, რომელიც შეთანხმებაში უნდა აისახოს, ჯერ ესე თქვა დისტანციურად ხელი მოეწერება, მე თანათანობით 30 და 60 დღის ვადაში გაფორმდება, რაც შეიძლება აღმოჩნდეს ახალი მუხტი ირანისთვის, რომელიც ურთულეს პირობებში უწევს თამაში. მაინც პირველი თამაშებია. პირველი თამაში არის მოთელვა. ჩვენ გვინახავს არგენტინა 90 წელს ძლივს გავიდა ჯგუფიდან. გავიდა მერე ფინალში. წინა ჩემპიონატი წააგო გაურკვევლად არაბებთან, ხო, მაგრამ ეს მერე და მერე იცვლება, გუნდი პაულობს თავის წელს და თავარია უფრო მეტად ლაგდება მთლიანი სურათი. მაგრამ დასაწყისისთვის მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემი აზრით ის თამაშები, რაც ვნახეთ, არის შთამბეჭდავი. პრაქტიკულად, ანუ ნებისმიერი თამაშის ყურება შეიძლება რა, მოსაწყენი არ არის, იმიტომ რომ ყველა გუნდს აქვს რაღაცა გამოწვევა, რომლითაც ის იბრძვის. რამდენიმე თამაში გამორჩეული იყო, ბრაზილია, მაროკო იყო გამორჩეული თამაში. და პრინციპში გამოჩნდა ბრაზილიელების პრობლემა, თუ ზოგ შემთხვევაში გუნდურობას და რაღაცა აქ ბრაზილიელების პრობლემა გამოჩნდა, რომ ლიდერი აკლიათ, ხო, პირველ რიგში. ინდივიდები აკლიათ ძლიერ. ინდივიდები, ხო, ლიდერი აკლიათ, ხო, და ის ერთი, ესე ვთქვათ, ქმედებაც გოლიც ჟუნიორის ინდივიდუალური შემოქმედება უფრო იყო ვიდრე სხვა რამ. და იაპონია და ნიდერლანდები იყო, აი ძალიან საინტერესო თამაში. გაგებით, რომ
პრინციპში ეს ალბათ ყველაზე კარგი თამაში იყო საყურებლათაც და დაძაბულობითაც ორივე მიმართულებით. მე მაინც გონია რომ ჩვენ შეიძლება ვიხილოთ როგორც მაშინ 90-ში, 94-ში აფრიკული გუნდი ან სხვა გუნდი, რომელიც მოულოდნელად გადის ჯგუფიდან და შემდეგ ძალიან მაღლა იწევს ამ ბადეში, ხო? თუ მაროკოს კამერუნს ჰქონდა, კოდივუარმაც კარგი შტაბეშტინება და ნიგერიას ჰქონდა და სხვებს. კოდივუარი მოუგო საფრანგეთს ამ ხანაგურში. გოლი გაიტანა დუეს ძმამ. ეს სხვა შორის არ არის შემთხვევა რომ ძმები სხვა გუნდებში თამაშობენ. ხო, ვილიამსი განაში თამაშობს, ვილიამსის ძმა. ნიკოს ძმა, ხო, და საფრანგეთი და ესპანეთიც ითვისებს აშკარად ამ აფრიკას ნელ-ნელა სხვადასხვა. ხო და ეს განსხვავებით იმ ჩემპიონატებისგან, რაც ჩვენ გვახსოვს, ხო, სადაც ისეთი მონოეთნიკური იყო, ესე ვთქვათ, ხო, გუნდები. ეხლა ჩვენ ვხედავთ უკვე აი მარევას, საფრანგეთი ეთამაშება სენეგალს. ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ თითქოს ის ტრადიციული გუნდების ნელ-ნელა ეთნიკური ნიშნით იცვლება, ხო, რაღაც სხვანაირი ხდება. არგენტინა რჩება რასისტულ გუნდად. არგენტინა ხო ეს ცნობილი ფაშისტი. 4 წლის იყო დაიწერა ეს სტატია ნიუ-იორკ ტაიმსში, რას ქვია, თეთრები რო თამაშობენ, მარტო როგორ შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, ყველა ეს ფაქტორი და ეს მდგენელი საერთოდ ფეხბურთის ხარისხიც იწევს ფიზიკური მომზადება, გამძლეობა, თამაში და ის მონაცემთა ბაზა, რაც უცნელებს გააჩნიათ, ბევრად უფრო საინტერესოს და დინამიურს ხდის, ხო? ანუ ფეხბურთს რეალურად ჯერჯერობით არ დაუკარგავს თავისი აქტუალობა, მაგრამ ესეთია სამყარო. სამყარო გახდა გლობალისტური, ეს არის გლობალური პროცესის ჩვეულებრივი შედეგი და შესაბამისად გამოჩნდა კიდევ ერთხელ რამდენად ძლიერი და მნიშვნელოვანია ევროპის ჩემპიონატი, იმიტომ რომ ის გუნდები, ის მოთამაშეები, რომელიც იქ თამაშობენ ევროპაში, იმ ჩემპიონატებში, ჩემპიონთა ლიგაში, სწორედ ისინი ხდებიან ყველაზე გამოცდილი რა. მეორე მხრივ სტატისტიკურად თუ შეხედავ, ყველაზე წარუმატებლად ჯერჯერობით მაინც ევროპელები გამოდიან. ბაპეს პრობლემის გამო გარდა ამისა, საფრანგეთს ასე უცნაური იყოს ახლა ამ გუნდისთვის აკლია ძლიერი ცენტრალური ნახევარმცველები. წამოდგინე ხა, მაგათო მოიგონეს მე მგონი ძლიერი საყრდენები საერთოდ, ვიერა და დეშამი და კანტე, მაკელელი და ეხა ვიღავთ ჩუამენი და რაბივარია და კანტე გამოიძახეს არაბეთიდან. ეს მიუთითებს პრობლემაზე ცხადია. ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც არ ჩანს, იმიტომ რომ იმდენად დახუნზულია ვარსკვლავებით ეს გუნდი. ყველაზე ძვირი გუნდია, მილიარდ ნახევარზე არის ფასი. პრინციპში რადგანაც ჩვენ ადრე წინა ეპიზოდში ვილაპარაკეთ, მარათონია და ბევრი თამაშები აქვს, ანუ თვეზე მეტი. გრძელდება. ხო, ამერიკაში სამი ქვეყანაში. ხო, და საკმაოდ რთულია და შესაბამისად ყველაფერს ბევრ რამეს ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ მაქსიმალურად ცდილობენ რომ გაანაწილონ, თქვათ, ძალები. და რახან ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს ძალების დაზოგვა, შეიძლება ივარგონი იმ გუნდებმა, რომელთა ლიდერებით შედარებით დასვენებულები არიან. ჰქონდათ რაღაც პერიოდში ტრამვა და დაისვენეს ამ ტრამიდან გამომდინარე თუნდაც ეხლა ჰოლანდიურ ვახსენე 88 წლის ვან ბასტენი დასვენებული დავიდა. და მე რა მოკაჩა დასვენებული დავიდა ტრამის გამო მათ შორის. ანუ ვინც გაიარა დიდი მარათონი, ითამაშა რა ვიცი პრემიერ ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაში ასე შემდეგ. აი ინგლისის გუნდს ესეთი პრობლემა ექნება, იმიტომ რომ პრემიერ ლიგა იმდანაც დამღლელია. ეს ერთი. კი, ბევრი თამაში გამოვიდა. მეორეც ვინ არიან ახლა ინგლისის ნაკრებში, ხო, არსენალის ფეხბურთელებია ძალიან ბევრი. ძალიან დაყლილები არიან ყველანი. პლუს ამას კიდე 200-ია პრემიერ ლიგის გარდა. ხო და არსენალი ყველა ფრონტზე იბრძოდა. შესაბამისად, სხვა შორის კაპელოვ თქვა. ინგლისი იკითხეს და თავისი იტალიური აქცენტით თქვა tired, ანუ დაღლილები ჩაუდგა. არსენალმა ყველა ზარბაზანი გაისროლა. ხო, და ეხა ეს რაისი კი მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ რაც მაგან ირბინა, ხა ეს უკითხოთ ალბათ გვეტყვის რამდენი კილომეტრი დაფარა, ხო, ამ ერთ წელიწადში. ხელოვნურმა ინტელექტმა თქვა როგორ? ხელოვნურმა ინტელექტმა ესეთი რაღაცა თქვა, რომ ესპანეთი ფავორიტად რჩება, თუმცა ცირკადული რითმის გამო, რომ რადგანაც ისინი უკვე გადავიდნენ ამერიკულ დროზე, აკლიმატიზაცია განიცადეს, 12 საათი შუა დღე არ არის, ასე ვთქვათ, გუნდებისთვის ოპტიმალური რეჟიმი და პლუს თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გუნდია კაბო-ვერდე, ერთ-ერთი ყველაზე ფიზიკურად ძლიერი, ათლეტურად მომზადებული და შესაბამისად ესეთი რამე დამიწერა, რომ ეს არის პრაქტიკულად იდეალური ბანანის ქერქი, რომელზეც შეიძლება ესპანეთი გასრიალდეს, რეალურად გასრიალდა. კი ბატონო, ნახოთ ჩვენი შემდგომი მოლოდინებიც როგორ წარიმართება. პრინციპში ეს ეპიზოდი შეგვიძლია ამით დავამთავროთ და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. შემდეგ გადაცემისთვის უკვე ყველასთან თამაშები ექნება და შეგვიძლია შევაჯამოთ პირველი ტური, მათ შორის ფავორიტებიც ხარდა ეს მნიშვნელოვანი იქნება. ხო, ვირას დაბეჭდილებას დატოვებს.
დაგველოდეთ ჩვენ, გამოიწერეთ ჩვენი არხი. ეს პოდკასტების სერია, რომელიც დაიდება პლატფორმაზე საქართველოს 3.0. ჩვენ გვაქვს ორი ციკლი პოდკასტების, ერთი არის ვრცელი ისტორია, თორნიკე შარშინიძესთან ერთად და მეორე ეკონომიკა მოკლედ, მამუკა მახადაძესთან ერთად. სამივე ერთად კი ვაკეთებთ ამ სოფლიოს დღიურებს, სადაც მიმოვიხილავთ სოფლიო ჩემპიონატს და მის თანმდევ მოვლენებს. გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოიწონეთ ჩვენი გვერდი.